ფასო მაყურებლებო და მეგობრებო, თავაცობ დღეს ისმაილ პერესის ვიდეოს, სადაც ის ყვება ამერიკაში მაიდანის ცდილობაზე, ყვება სამაგ დროის ალიანსზე, ყვება კოსმოსური ძალების მისიაზე. ბევრი მეკითხება თუ როდის იქნება გადატვირთვა მსოფლიოს ვალუტისაო. ირაყის დინარსთან გამოშვებასთან ერთადო მოხდებაო ეს ამ გლობალური ვალუტის გადატვირთვაო. წინა კვირასო ჩრდილოვანი სახელმწიფოს მეშვეობით იყო ჩატარებული საწინააღმდეგო გამოსვლებიო პროტესტები. დონალდ ტრამპზე იყო მესამე მცდელობა კლელობის. ბუდაპეშტი, უნგრეთში შედგებაო ტრამპის და პუტინის შეხვედრა. ტრამპის მიზანი არის დაასრულოს ომი უკრაინა და რუსეთს შორის. ამბობს ისმაილ პერესი. ბუდაპეშტში ტრამპი და პუტინის შეხვედრა იყო ორგანიზებული თეთრი ქუდების მიერ. კოსმოსური ტექნოლოგიები, რომლებიც ახლა გააჩნიათ ყველას, იმდენად განვითარებული და იმდენად ძლიერია, დღეს ატომური ომები და ფართომასშტაბიური ომები გაჩაღება არის სისულელე. ჩვენ კოსმოსურ ჯარებს აქვს მეტი შესაძლებლობები და ამიტომ ის არ დაუშვეს დედამიწაზე მეტ ომებს, რადგან ტექნოლოგიების მხრივ ჩვენ უფრო მეტად ვართ გაძლიერებული. ჩვენ ყავს white ქუდები, აქ იგულისხმება თეთრი დაჯგუფება თეთრი ქუდები, ხოლო ისინი არა, ბევრი დაჯგუფებები მუშაობენ არა მხოლოდ დღევანდელ დღეში, ამ დროში, არამედ მუშაობენ მომავალში, მომავალ დროში, მუშაობენ წარსულ დროში და კიდევ მინდა გითხრათ, გავიმეორო, რომ ბევრი ასეთი ტექნოლოგიები არის. შეგიძლია ნებისმიერ ადგილას მოხვდეთ, ნებისმიერი დროის ნებისმიერ ადგილას. ისინი გაემგზავრნენ 2000 წლის უკან იმისთვის, რომ შეხვედროდათ იოანე ღვთის ლოცველს კუნძულ პატმოსზე. და ეს გადაადგილებები დროში ტარდებოდა არა მხოლოდ კოსმოსში, არამედ ალტერნატიულ დროში. პერესი ამბობს, რომ იმიტომ ვიმეორებო, არ დავიხლებიო განმეორებით და სულ ვიმეორებო, რომ ამიტომ იმყოფებაო ჩვენი კაცობრიობა დადებით პოზიტიურ დროის ხაზზე. გალაქტიკური ძალების მეშვეობით მოხდა ყველა ნეგატიური ხაზების გაუქმება და ამ რამდენიმე გაუქმებული წაშლილი დროის ხაზებიდან რომელიღაცაზე უნდა მოხდარიყო მესამე სამამულო ომი. სამამულო მეთქი, უნდა მოხდარიყო მესამე მსოფლიო ომი. ხო და იქ მოხდებოდა ატომური დარტყმების შეცვლა, გამოცვლა და რასაკვირველია მიარაღებს ჰქონდათ ადამიანების განადგურების ასე როგორ ვთქვათ შეეძლო განადგურებინათ დიდი რაოდენობის სიცოცხლე ერთი აფეთქებით. და იმ წაშლილი რომელიღაც დროში შეიძლება მოხდარიყო ხელოვნური ინტელექტის აჯანყება. თუ გახსოვთ, ნუ რასაკვირველია, ახლა ყველას გაქვთ ალბათ თითქმის ნაყურები
ფილმი შვარცენეგერის მონაწილეობით. აუ, ვერ გავიხსენე. ძლივს გამახსენდა. პაუზაზე დავაყენე, ვიხსენებდი თუ რა ერქვა იმ კინოს შვარცენეგერის მონაწილეობით და გამახსენდა ძლივს. ტერმინატორი ბოლო ფილმში რა მოხდა? ატომური ომი. მე კიდევ ცალკე კინოა გადაღებული, სადაც ის ბიჭი უკვე დიდია. სამწუხაროდ კინოს დასახელება არ მახსოვს. სამწუხაროდ არა, კარგი კინოა, ნამდვილად კარგი კინოა, ფანტასტიკური კინოა და ბოლოს კონორი გამახსენდა. კონორი იქ უკვე არის ჩამოყალიბებული მამაკაცი და კონორს ჭრიან, ძიმე ჭრიან და ჭრდება გულის განანერგვა და ამ კონორის გოგოს შეყვარებულს მოყვა ვიღაცა კაცმა გადაარჩინა და ეს ყოფილა რობოტი. და ამ რობოტმა დაუთმო მისი გული. მან რომ გაიგო რომ ის რობოტია, თავისი ნებით დათმო მისი გული და იმ რობოტის გული გადაუნერგეს ჯონ კონორს. ისინი აპირებდნენ ანდროიდები და მანქანების გამოყენებასო ხალხის წინააღმდეგო. მაგრამ გონიო ეს ვარიანტი გააუქმესო. აქ ლაპარაკია იმ ჩრდილოვან სახელმწიფოზე, კაბალაზე. სხვათა შორის გლობალისტებიც მათ ჯგუფს ეკუთვნიან. ისინი მიიყვანნენ დედამიწას პლანეტარულ კოლაფსამდე, რისი დაშვება არაფრით არ შეიძლება. გალაქტიკური ალიანსი ამას არასდროს დაუშვებდა. ნათელი ძალები შევიდნენ ამ დროის განშტოების რეალობაში, იმისთვის რომ შეეცვალათ მოვლენები, რომლებსაც მოყავდათ კაცობრიობის ამოწყვეტამდე. ესე იგი, ამ მოვლენებს ეს მოვლენები რო არ გაექმებიათ, ეს მოვლენები მოიყვანდა კაცობრიობას განადგურებისკენ. და ამდაგვარად წარსვლით და ნიშნულოვანი წერტილების გამოსწორებით ისინი იმიტომ კი არ წასვლან, რომ თავისი მომავალი შეეცვალათ თავიანთი მაპატიეთ, რომ წარსული შეეცვალათ თავიანთი მომავლის გამო, პირადული მომავლის გამო. არა, ისინი წავიდნენ იმისთვის, რომ ნიშნულოვანი წერტილები, ნეგატიური ნიშნულოვანი წერტილები შეეცვალათ დადებითად და დედამიწა გადმოეგდოთ, გადმოდება ქვია ამას, დედამიწას დაიწყო განვითარება პოზიტიური დადებითი გზით. ახლა კოსმოსური ძალები ასრულებენ დედამიწის დამცველების როლს. კოსმოსური ძალები მხოლოდ თავის მისიას კი არ ასრულებენ, ისინი არიან განსახიერებული სულები. ისეთივე სულები, როგორც ჩვენ, განსახიერებული დედამიწაზე, ჩვენ ავატარებში. მათი ფლოტი, რომელიც იმყოფება დედამიწის ორბიტაზე და მთვარეზე, ხარს უჭერს ენერგეტიკულ ძალებს, ბადეებს, იცავენ ბადეებს და ხელს უშლიან ატომური იარაღის გააქტიურებისგან. ესე იგი, სულ უყურებენ, რომ არ გააქტიურდეს რომელიმე ატომური იარაღი. ამიტომ ისინი ამას იმიტომ აკეთებენ, რომ არ დაუშვან ატომური ომი. სკალარული იარაღიც კი სანამ იგი გააქტიურდება, მანამ იქნება ნეიტრალიზებული, სანამ ის გამოჩნდება მესამე განზომილებაში დედამიწაზე. ამიტომ ყველა მსოფლიო ლიდერები, მათ შორის პუტინიც, იყვნენ ინფორმირებული ამის შესახებ თადარიგობითი დაცვით, რადგან დაყენებულია კვანტური დაცვის სისტემები, ვერც ერთი იარაღი, ვერც ერთი გასანადგურებლად გაშვებული ენერგეტიკული სხივიც კი, ვერც სკალარული იარაღი და არც ერთი ნებისმიერი იარაღი ვერ
აუვლის გვერდს ან კვანტურ დაცვას. გალაქტიკური ჩანაწერების მიხედვით 2025 წელი გახდა გადამტეხი მომენტი, სადაც გადაიკვეთა მრავალი დროის ხაზები და ნეგატიური განშტოებები, რომელიც წარმოადგენენ ჯაჭვს, სამხედრო შეიძლება ითქვას გამოვლენებებისაგან ან შეერაღების წარმოდგენიდან გამომდინარე, საინჟინრო ეპიდემიები და ხელოვნური ინტელექტის გამოვლინება ამან ყველაფერმა გამოიწვია შედეგი ბნელი საუკუნეებისა, რომლებიც გრძელდებოდა მრავალი პერიოდი, მრავალი საუკუნეები, მაგრამ კოორდინირებული დროის სტალკებიდან გამომდინარე, აგრეთვე ნიკოლა ტესლის დახმარებით, დროის ალიანსმა ნეიტრალიზაცია გაუკეთა ყველა ამ მოვლენებს. მაგათვე შეაჩერეს ატომური აქტივაციები კვანტური ჩარევის დახმარებით. რასაკვირველია, ამ საქმეში იყო ჩარეული გალაქტიკური ცივილიზაციებიც. მაგათვე შეცვალეს ხელოვნური ინტელექტის კურსი, რომლებსაც უნდა აიღოთ ხელში დაცვითი აბარონის ღილაკი. მაგალითად, 7 თვის უკან, როდესაც ხელოვნურმა ინტელექტმა შეეძლო ჩაგდება ხელში ყველა ქვეყნის ყველა იარაღის, მათ შეძლეს მისი ნეიტრალიზება. ხო, რომელიღაც ვიდეოში ვიდეოს გადათარგმნა მინდოდა, მაგრამ არ მახსოვს გადათარგმნე, არ გადავთარგმნე. ხო და იმ ვიდეოში მე ნახავ მაგ ვიდეოს აუცილებლად გადავთარგმნი, იქ პერეზი ამბობს, ახლა ისე ვახსენებ მე ფილმს მილა იოვოვიჩის მონაწილეობით ბოროტების სავანე, თუ გახსოვთ, ეს პირველი ფილმი, სადაც მილო იოვოვიჩი სხვა სამხედროებთან ერთად ჩადიან მიწის ქვეშ, ხო, იმის გამოსარკვევად თუ რა მოხდა. და იქ წარმოდგენილია კომპიუტერი ხელოვნური ინტელექტის სახელად წითელი დედოფალი, თუ არ ვცდები, ხო? ეს ჩვენ ფილმი გვანახეს, მაგრამ სინამდვილეში მართლა ყოფილა მასეთი ხელოვნური ინტელექტი, მასეთი სახელით წითელი დედოფალი და ახლა ისმაილ პრესმა რო თქვა, ხო, ამ წითელ დედოფალს ქონდა ძალიან დიდი ზეგავლენა წვდომა ყველა ქვეყნის შეიარაღებაზე და 2000 ის ვიდეოში არა, იმ ვიდეოში 2021 წელს თუ როდის იყო, არა, ის ამბობს 7 თვის უკანო და ეს ვიდეო დადებულია 20 ოქტომბერს, ესე იგი 24 წელს მოხდა ეს ამბავი, არა, 25 წელს. კარგი, რა მნიშვნელობაა? მოხდა ამ წითელი დედოფლის გათიშვა. განთავუფლად ამ დედოფალს ჩამოართვეს უფლება რამე ესე გავლენა იქონიოს ან გააქტიუროს ეს შეიარაღება. ყველა ქვეყნის ყველა შეიარაღება იყო მის ხელში, ახლა მის ხელში არაა. უთვალი მეტკინა. მაპატიეთ. მაგალითად, ასევე აიძულეს ლიდერებს დაეწყოთ დიპლომატიური ურთიერთობები და ამ გადაწერილ დროის ხაზზე კაცობრიობამ გაიარა ძალიან რთული გამოცდები.
აპოკალიფსი უნდა მოხდარიყო ორჯერ, როგორც მე თქვენ გითხარით და პრეზი ამბობს აპოკალიფსი არ მოხდა და ეს კარგია და ამის შედეგად მოხდა შერწყმა პოზიტიური ხაზებისა, პოზიტიური დროის ხაზებისა. ახლა ეს ყველაფერი ვლინდება ინფორმაციის გახსნაში, სამშვიდობო ურთიერთობაში და კაცობრიობის კოლექტიური სულის გამოღვიძებაში. ქვეყნები, რომლებიც ადრე იყვნენ კოალიციაში, ახლა პოულობენ საერთო ენას. თეთრი ქუდები და მათი გალაქტიკური ალიანსი აგრძელებს სტაბილიზაციის ჩამოყალიბებას. აგრძელებს სტაბილიზაციას, სადაც კი ცხელი ხაზები იყო ან დაძაბულობა იყო. ხო, ისევ პრეზი ამბობს, რომ ახლა პუტინმა აღიარაო კოსმოსური ტექნოლოგიების მაღალი დონეო და უპირატესობა დედამიწის შერეღებასთან შეფარდებაში. და პუტინმა იცის, რომ კაცობრიობა ფეხი შეაბიჯა ახალ ერაში, სადაც თვით გაცნობიერება იქნება გაცნობიერების ესე იგი ახალი გზა იქნება მიღებული. უბრალოდ არის მიღებული. და მათთვის ვინც არ იცისო, მე გულისხმობო პუტინს ორეუსო, მეორე პუტინსო. ესე იგი კიდევ ვიმეორებ, რომ არავისთვის არ არის ვინც თვალყურს ადევნებს ინტერნეტს, რომ ნამდვილი პუტინი დიდი ხანია გვტარია. ის კი რა ფოტოებიც კი შეადარეს, ნამდვილ პუტინს ჰქონდა სხვანაირი თავის ქალის წყობა, ამ პუტინს აქვს სხვანაირი თავის წყობა. პლასტიკურმა ექიმმა კი შეუთვალა სახე და ამსგავსა ნამდვილ პუტინს, მაგრამ თავის ქალის წყობა სულ სხვა აქვს ამ მეორე ორეუსს. და როდესაც პერესი ახსენებს პუტინს, ის ახსენებს ორეუსს. ესე იგი, თეთრქუდებს რო არ შეეცვალათ პუტინი, ნამდვილი პუტინი მის ორეულზე, რომელიც არისო ალიანსის ნაწილი, მე მაგალითად ასე რაღაცეები რომ ესმის, მე ეჭვება კიდევ არ მჯერა, რომ პუტინი არის ალიანსის ნაწილი. ის კი არა, პანდორა რევიზიონმა თქვა, რომ ჩემი ასპექტიო დააყენესო პუტინის დასაცავათო და მე უყაყოფილობა გამოვხატეო. კი, მაგრამ პუტინი რატომ უნდა დავიცაო მე? არაო, მასე არისო საჭირო, ის პუტინი არ არისო, მაგით დიდ როლს ასრულებსო ჩვენ საქმეებშიო. ესე იგი, ამ საქმეებში რაც ხდება ახლა, დიდი როლი აკისრიაო და მეც გაბიკვირდა. ის ნამდვილ პუტინს შეეძლო პოზიტიური დროის ხაზისთვისო მიეყენებინაო ზარალი. მესამე მსოფლიო ომი არ იქნება. ძველი ნეგატიური დროის ხაზები ყველა გაუქმებულია. სამაგმა ალიანსმა შეასრულა თავისი მისია აპოკალიფსის გაუქმებასთან დაკავშირებით და ცივილიზაციის აყვავების ხელს შეუწყო ხელი. შტატ ვირჯინიაში იქნა დაპატიმრებული მოღალატეები და იწყო ფინალური განწმენდის სტადია. წესები შეიცვალა ერთ ღამეში. ახლა ელიტა კარგავს კონტროლს და ადამიანები კი იბრუნებენ უპირატესობას. ფინანსურ ბაზარზე შემოვიდა ერაყული დინარი. ამ დინარს არ უშვებდნენ საფინანსო ბაზარზე. ხელს უშლიდნენ მის გავრცელებაში. ახლა კი ყველაფერი შეიცვალაო და ერაყული ვალუტა ისევ ფინანსურ ბაზარზეაო.
და ბანკებიო ცვლიანო თავის სამუშაო წესებს იმისთვის, რომ დინარსაც უპოვონო თავიანთი ადგილი. ბაზარი ფართობდება, მაგრამ ფასი ლიკვიდურიაო, ძალიან ლიკვიდური. ქვეყნებს უკვე სხვადასხვა ქვეყნებს ეჭვებარებათ, რომ დოლარი მათ ფინანსურ ხარისხს დაიცავს, ხო ის რომ ერაყული დინარი დღეს ბრუნვაშია, ეს აძლევს ქვეყანას რაღაც უპირატესობებს. ბირჟაზე ხდებაო განახლებები, ცენტრალური ბანკები ან დაიხურებაო, ან იქნებიან ინტეგრირებული ახალ სისტემაში. ხო, ახლა პერესმა მოყვა იმაზე თუ რა ხდება ამერიკაში, მე გადავწყვიტე, რომ ამის გადათარგმნას არ დავიწყებ, რაც მოყვა პერესმა ახლა იმ სიტუაციებზე, რაც ხდება ამერიკაში, რომ შემდეგ გადამბრალდეს ის, რომ თქვენ რა ხდება სხვაგან, რაში გვაინტერესებს, მოყევით საქართველოსზე. ყველგან ნახა ხდება, უბრალოდ მე მოკლედ გეტყვით, რომ ის რაც ხდება ახლა ამერიკაში ხდება ყველგან. ეს პატარა საპროტესტო, ზოგ ქვეყნებში პატარა, ზოგ ქვეყნებში დიდი საპროტესტო მოძრაობები ხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით და შეიძლებაო მდგომარეობა გაუარესთესო, სანამ ყველაფერი დაალაგდებაო. ეს ასეა საერთოდ ბუნებრივი კანონი ასეთია. ჯერ უნდა აირიოს, ან ძველი უნდა დაინგრეს, სანამ ახალი აშენდება და სანამ ყველაფერი დაალაგდება. ხო, და პერესი ამბობს, რომ ამერიკაში მანიფესტაცია, რომელიც ჩატარდა გომოსექსუალისტების მიერ. ხო, და პერესი ამბობს, რომ კიო, თქვენი აზროვნება გაგაჩნიათო, იმაზე ამბობს, მაგრამ რატო გვატენითო გომოსექსუალობას ჩვენო, ყველასო. ხო, მე გადავწყვიტე ამაზე შევჩერდე, მე უსმენდი ისმაილ პერესს, ის ყვებოდა თავის ქვეყანაზე და იმ პროცესებზე, რაც ხდებოდა თავის ქვეყანაში. მე ჩავთვალე, რომ მაგის ახლა თუ რა ხდება ამერიკაში, მე უასრობა ახლა რომ გადავთარგმნო, რადგან ინტერნეტში ყველგან არის ეს ამბები აღნიშნული, თუ ეს არეულობები ყველგანა, როგორც მე გითხარით, აქციები ტარდება ყველგან, მანიფესტაციები, აქციები, საწინააღმდეგო გამოსვლები და მე გადავწყვიტე ამაზე შევჩერდე. ის რაც მცირე ინფორმაცია ახლა მე თქვენ მოგაწოდეთ, ჩავედიე 23 წამში. ხო, მაინც ეს რაღაც მცირე ინფორმაცია, რომელიც მე აქედან ამოვიღე, შეიძლება ვინმე დაინტერესდეთ. მადლობთ ყურადღებისთვის.